მოგესალმებით. მე არჩილ მაისურაძე ვარ. ვაგრძელებთ ჩვენ სამშობლოში მოგზაურობას. არხზე მომავალში მინდა რომ დიდი ადგილი დაუთმო ლაშქრობას და ყველაფერს რაც ლაშქრობასთან არის დაკავშირებული. დღევანდელი ვიდეოც სწორედ ლაშქრობას მიეძღვნება. ეხლა აბასთუმანში ვარ. ბოლო პერიოდში აბასთუმნის გარშემო გაიყვანეს და მონიშნეს ძალიან საინტერესო და ლამაზი სალაშქრო ბილიკები. ყველას გირჩევთ აქ ჩამოსვლას და მოგზაურობას. მით უმეტეს დაახლოებით ერთ თვეში აქ იწყება დამტვერვის სეზონი და აქ ყოფნა ორმაგად სასარგებლო იქნება. ამოვედი ეს არის უძველესი ციხე, ოძრხეს ციხე, თამარის ციხესაც ეძახიან. მოკლედ არ გამოდის ლაშქრობა ისტორიული ძეგლის გარეშე. და პრინციპში პირიქითაც არც ისტორიული ძეგლები გამოდის ლაშქრობის გარეშე ვინაიდან მათი უმეტესობა მდებარეობს გორებზე, ტყეებში, მიუვალ ადგილებში და გიწევს, როდესაც რაიმე ისტორიული ძეგლის მონახულება გინდა, ამა თუ იმ სირთულის ლაშქრობა. ასე რომ დღესაც კი ვლაშქრობთ მხოლოდ ბჭყალებში. მაგრამ მაინც მოგვიწია ისტორიული ძეგლის ნახვა. ოძრხეს ციხე მდებარეობს მდინარე ოცხესა და მდინარე კურცხანას შესართავის ადგილას მაღალ მთაზე. ყურადღება გაამახვილეთ, ანუ ოცხე არის მდინარის სახელწოდება თანამედროვე აბასთუმანში, რაც ჩამოედინება მდინარე ოცხე, ხოლო ციხეს ქვია ოძრხე. აქ იყო ძველი ქალაქი ოძრხე ისტორიული და ვფიქრობ, რომ და ალბათ ეგრეც არის ციხემ, ანუ ძველმა ოძრხემ მისცა სახელწოდება მდინარესაც. ანუ მდინარის სახელწოდება ოცხე ერთგვარი თანამედროვე ინტერპრეტაციაა ოძრხესი. აბასთუმანში სხვა ისტორიული ძეგლებიც არის. მაგალითად, ციხის მოპირდაპირედ მდებარეობს უძველესი კურცხანას ნამონასტრალი. მის ქვემოთ არის მე-12 საუკუნის ხიდი, თაღოვანი. ოდნავ ზემოთ წმინდა გიორგის ეკლესია, თვითონ აბასთუმანშია გუმბათიანი ტაძარი, ახალ ზარზმასაც ეძახიან. მისი სახელწოდება, ანუ ახალი ზარზმა დაკავშირებულია რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მესამის ძმისშვილის სახელთან, გიორგისთან, რომელმაც მოინახულა ცნობილი ზარზმის მონასტერი და ზუსტად მისი მსგავსი ააშენებინა აქაც აბასთუმანში. ოდნავ ზემოთ არის ახალი აშენებული წმინდა პანტელეიმონის ეკლესია, დედათა მონასტერია იქ და არის ასევე გლაზენაპის კოშკი. გლაზენაპის კოშკი აშენდა მე-19 საუკუნის ბოლოს ალექსანდრე მესამის, რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მესამის ძმისწულის გიორგის და გლაზენაპის, სერგეი გლაზენაპი იყო, როგორც მახსოვს, სერგეი გლაზენაპის თაოსნობით და ის ფაქტიურად პირველი ობსერვატორია იყო აბასთუმანში.
ეს ხიდი მეგობრებო 800 წლისაა. კურცხანას მონასტერში მიმავალი ადამიანი სწორედ ამ ხიდს გადმოდიოდა. როგორც ხედავთ, აბასთუმანი დიდარია ისტორიულ-კულტურული ძეგლებით. შესაბამისად, ჩვენ აქ მომავალშიც აუცილებლად დაუბრუნდებით და უფრო დეტალურად გაგაცნობთ ამ ყველაფერს. ეხლა კი დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.